ევროპაში ზაფხულის არდედეგების სეზონი უკვე აქტიურ ფაზაშია და მილიონობით მოგზაური არჩევანს ზღვისა და მზის მიხედვით აღარ აკეთებს. პრიორიტეტი ცხადია ბიუჯეტია და ის თუ რომელ ქვეყანას გაწუდება ჩვენი ფინანსები. თუ ევროსტატის მონაცემებს გადავხედავთ და ევროპის 7 ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულების ფასებს გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ აშკარა ლიდერი თურქეთია, თუმცა ალკოჰოლური სასმელების ღირებულებით ის ყველაზე ძვირიც კი აღმოჩნდა. ამასთან სასტუმროებისა და რესტორნების ფასებიც საუკეთესო არჩევანი პორტუგალია გახდა. კვლავ ეროვნული საშუალო ფასების დონეს ასახავს და არა კონკრეტული კურორტების ტარიფებს. შესაბამისად, ტურისტულ ზონებში ფასების შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. მაგალითად, ათენისა და კუნძულ კოსის სასტუმროების ღირებულება ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია, თუმცა ორივე საბერძნეთის ეროვნულ საშუალო მაჩვენებელში აისახება. თუმცა შედარება ეგრეთ წოდებული სამომხმარებლო კალათის პრინციპით ხდება და თუ ევროკავშირის მასშტაბით ერთი და იგივე საქონლისა და მომსახურების კალათა საშუალოდ 100 евро ღირს, თითოეულ ქვეყანაში გამოითვლება რა თანხა იქნება საჭირო იმავე კალათის შესაძენად. ხოდა ამ მაჩვენებლით თურქეთი აშკარა ლიდერია. ევროკავშირში 100 ევროთ შეფასებული სამომხმარებლო კალათა თურქეთში მხოლოდ 59.6 евро ღირს, რაც ნიშნავს, რომ ფასები ევროკავშირის საშუალო დონეზე 40.4%-ით დაბალია. შედარებაში ყველაზე ძვირი ქვეყანა საფრანგეთი აღმოჩნდა, სადაც იგივე კალათა 100.3 евро ღირს. მას მოსდევს იტალია 97.1 ევროთი, ესპანეთი 91.6-ით, საბერძნეთი 87.4-ით, პორტუგალია 86.8-ით, ხოლო ხორვატია 78.4 ევროთი. ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კატეგორია რესტორნებისა და სასტუმროების ფასებია. ამ მიმართულებით ყველაზე ძვირი კვლავ საფრანგეთია, სადაც შესაბამისი მომსახურების ფასების ინდექსი 116-ს აღწევს. მეორე ადგილზეა იტალია 110.8-ით. ყველაზე კონკურენტული ფასები კი პორტუგალიაში ფიქსირდება. აქ შესაბამისი მომსახურების კალათა 73.6 евро ღირს, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 26.4%-ით იაფია. თურქეთის ინდექსი 78.3-ში ადგენს, ხოლო ხორვატია, საბერძნეთი და ესპანეთი საშუალო ევროპულ ნიშნულზე დაბლა რჩებიან. საკვების ფასების მხრივ განსხვავება შედარებით მცირეა. ყველაზე ძვირი ისევ საფრანგეთია, სადაც პროდუქტების კალათა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 7.9%-ით ძვირია. სამაგიეროდ თურქეთში იგივე პროდუქტები მხოლოდ 66.6 евро ღირს. ევროკავშირის საშუალოზე დაბალი ფასები მხოლოდ ესპანეთში ფიქსირდება, სადაც შესაბამისი მაჩვენებელი 94.6-ში ადგენს. მხოლოდ დანარჩენ ქვეყნებში ფასები საშუალო ევროპულ დონეზე ოდნავ მაღალია. ყველაზე მკვეთრი განსხვავება ალკოჰოლურ სასმელებზეა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი მთლიანობაში ყველაზე იაფი ქვეყანა ალკოჰოლის ფასებით ყველაზე ძვირად ღირებული სწორედ ისაა. ფასების ინდექსი 210.2-ს აღწევს, რაც ნიშნავს, რომ ალკოჰოლური სასმელები ევროკავშირის საშუალო დონეზე ორჯერ მეტად ძვირია. მეორე ადგილზე საბერძნეთია 154-ით, ხოლო მესამეზე ხორვატია 129.9-ით. ყველაზე იაფი ალკოჰოლი იტალიაშია, სადაც ფასების ინდექსი 91.9-ში ადგენს. ევროკავშირის საშუალოზე დაბალია ესპანეთიც 90.1-ით, ხოლო საფრანგეთისა და პორტუგალიის ფასები ევროპულ საშუალოსთან თითქმის თანხვედრაშია. უალკოჰოლო სასმელების ფასები შედარებით სტაბილურია. ყველაზე იაფი ისინი იტალიაშია, ხოლო ყველაზე ძვირი ხორვატიაში. დიდი სხვაობაა თამბაქოს დაწარმზეც. თურქეთში თამბაქოს ფასების ინდექსი მხოლოდ 25.4-ში ადგენს, რაც კვლევის ფარგლებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საპირისპიროდ საფრანგეთში ის 191.1-მდე ადის. დანარჩენი ქვეყნები ევროკავშირის საშუალო დონეზე დაბლა არიან, თუმცა თურქეთთან შედარებით მაინც გაცილებით მაღალი ფასებით გამოირჩევიან. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულებაც თურქეთში ყველაზე დაბალია 68.3. ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს მხოლოდ საფრანგეთი აჭარბებს, ხოლო პორტუგალია, ესპანეთი და ხორვატია დაახლოებით 80-იან ნიშნულზე იმყოფებიან. საბერძნეთი კი თითქმის ევროკავშირის საშუალო დონეს უტოლდება. რაც შეეხება ზღვის პროდუქტებს, ფასებს შორის განსხვავება შედარებით მცირეა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პორტუგალიაში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე მაღალი საბერძნეთში. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ანალიზი მხოლოდ ფასების დონეს მოიცავს და მოსახლეობის შემოსავლებს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ერთი და იგივე ფასები მაღალი და დაბალი შემოსავლების ქვეყნების მოქალაქეებისთვის განსხვავებულ ფინანსურ დატვირთვას ქმნის, რის გამოც მოგზაურობის რეალური ხელმისაწვდომობა თითოეული ტურისტისთვის ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.